წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება აიკრძალა. ამასთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება უკვე შევიდა. თუ აქამდე მხოლოდ სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებთ ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება იკრძალებოდა, სადაც ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი იყო ასახული, ცვლილების თანახმად წინა წლებისგან განსხვავებით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პერიოდში მედია საშუალებებში პარტიის რიგითი ნომრის რეკლამირებას ვეღარ შეძლებენ. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დადებითად აფასებენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. Ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ 90 წელს ეუთო მიიღო დოკუმენტი კოპენჰაგენის დოკუმენტი, სადაც წერია გარკვევით, რომ პარტია, მართველი პარტია და სახელმწიფო არ შეიძლება იყოს გაიგივებული. ეს ჩვენთან სამწუხაროდ ხშირად ხდებოდა, როდესაც მართველი პარტია თავის სოციალურ რეკლამებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებდა თავის დასასარგებლოდ. სწორედ ამის აკრძალვა მოხდება ამ მუხლით, რომ ყველაზე მეტი შესაძლებლობა სოციალური რეკლამის თავის სასარგებლოდ გამოყენებისა მართლ პარტიას ხელეწიფება და თუ სხვა რომელიმე საარჩევნო სუბიექტიც იგივეს გაიმეორებს, მათაც შეეხება ეს აკრძალვა და ჩვენთვის მისაღები ეს ნორმა. აქ საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო პერიოდში იმ 60 დღის განმავლობაში მაინც როგორც მინიმუმ გარდა საარჩევნო სუბიექტისა ამ ნომრის გამოყენება არ მოხდეს ინტენსიურად მედიის საშუალებით, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ვიღაცა ფულს აძლევს ფიზიკურად ამა თუ იმ საარჩევნო კამპანიას და ვიღაცა ირიბად ამ ფორმით ეხმარება. ანუ ირიბად მისი ნომრის რეკლამირებას ახდენს მუდმივად ტელეეთერში. ახალ საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო, პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებია გათვალისწინებული. როგორც მართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში წინასაარჩევნო პერიოდში დამატებითი გარანტიების ჩადება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციებიდან გახლდათ დამატებითი გარანტიების ჩადება საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ არ მომხდარიყო წინა საარჩევნო პერიოდში სოციალური რეკლამის გამოყენება ცალკეული პოლიტიკური პარტიების რეკლამირებისათვის. შესაბამისად შევიდა ცვლილება ტექსტში და საბოლოო დოკუმენტის თანახმად წინა საარჩევნო პერიოდში აკრძალული არის ისეთი სოციალური რეკლამის განთავსება, სადაც აღნიშნული იქნება არჩევნებში მონაწილე პარტიის ან შესაბამისი სუბიექტის რიგითი ნომერი. ახალი საარჩევნო კანონით მედიას წინასაარჩევნო რეგულაციების დაცვაც განესაზღვრა. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში კერძო ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან კვალიფიციურ სუბიექტებს უფასო სარეკლამო დრო დაუთმონ.